აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა. სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა განიხილეს მთავრობის დადგენილების პროექტები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაქვემდებარების ცვლილებების თაობაზე. მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირის სულიერების ცენტრის სახელწოდების შეცვლის შესახებ. დამთავრების განკარგულების პროექტი სულიერების ცენტრის წესდების დამტკიცების შესახებ. 2020 წლის 31 იანვრის მიეთე განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, ასევე მთავრობის აპარატში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.